მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. დაბა ადიგენში თამარ ადამიანის საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანებულია. სახლი ადიგენის ცენტრში მდებარეობს. როგორც სახლში მცხოვრები გვეუბნება, საცხოვრებლის გარდა დაზიანებულია შენობა, რომელსაც იგი სამზარეულოდ იყენებდა. რა გეგმა აქვს ადიგენის მერიას თამარ ადამიანის პრობლემის მოსაგვარებლად? უწყებიდან ინფორმაციის მიღებას მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდით, თუმცა უშედეგოდ. თემაზე მუშაობაც განვაგრძობთ. ის კედელი ჩამონგრეული, რანაირ იმაში ვცხოვრობ, მოდი. სულ ჩამონგრეულია ეს კედელი, ეს კედელი ჩამონგრეული, ისა. იქიდან ჭერი გამსკდარია. ეს ხო ჩამოინგრება. ამისანა სახლში ადამიანი ცხოვრობს. რამდენი წელი რაც ამ სახლში ცხოვრობს? კაი 25 წელი. კაი იყო. ეს 2 წელია დაიწყო ისა. რომ მეუბნები სახურავი გამოცვალეთ, ჩვენ არ გვეხება. ეს გამსკდარი ბიჭებმა ეს გააკეთეს, რომ ეს კარმა დაიჭიროს. გამსკდარი. იქ უყური, ეს არ ჩამოინგრევა, იქიდან წვიმა ჩამოდის, სულ შელდება. ფანჯარა უბარგისია, მე არა მაქვს საშუალება. მე რატო უნდა გავაკეთო სახურავი? რით გავაკეთო? მარტო ხელა ქალი ვარ მე. ამ კუხნას მე ვხმარობდი. და ეხლა რომ არ დახურეს, ჩამოინგრა. და ახლა ვეღარ იყენებთ. არა, რას ვიყენებ? ყველაფერი იქეთ გადავზიდე, ხარახურები. წვიმისგან ჩამოვიდა, დაინგრა და დაბლა ჩავარდა ისა. მე რა რო, ნელა იქეთ წაწახდი. თუ ჩამონგრეული კვლავ საცხოვრებელი სახლები, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და ავარიულია. საუბარია ქუთაისში არსებულ რიონის პირა სახლებზე, რომელთაგან ერთ-ერთი ჩამოინგრა. ინფორმაციას და ვიდეოს სოцქსელში ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ სახლების რეაბილიტაცია წესით 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დაპირებიდან 5 წლის შემდეგაც კი სახლები ავარიულია. ადიგენის მერიის მსგავსად არც აქ პასუხობენ თუ რა გეგმა აქვთ ქუთაისის მერიას პრობლემის მოსაგვარებლად. რიონის პირა სახლების რეაბილიტაციის დაპირება ადგილობრივმა თვითმმართველობამ არაერთხელ გასცა, თუმცა უშედეგოდ. რა ხდება ახლა ადგილზე, გთავაზობთ სიუჟეტს. ქუთაისის ერთ-ერთი ისტორიული ლოკაცია, რომელიც როგორც ადგილობრივთათვის, ასევე ტურისტებისთვის შთამბეჭდავ სანახაობას უნდა ქმნიდეს, დანგრევის პირასაა. ნადგურდება სახლები, რომლებიც საუკუნოვანია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ. ამ თემასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით კონსტანტინე და დავითის ქუჩის ერთ-ერთ მოსახლეს, ნარგიზა ტუკვაძეს, რომელიც რეალური ისტორიის მთავარი გმირია. ან დიდი ხანია ძალიან, რაც ეს განცხადება არსებობს? 10 მეტი. მოგვიყევით სრულად. განცხადებაში ვითხოვდით, რომ არის ავარიული სახლი, კედელი მოერღვა დაბლა, საძიკველი არაა გამსავს. და იქნება რაიმე ან გაგვაკეთებინონ, ან რაღაცა გვიქნან რა, სანამ გადავარდებით. განვიხილავთ. მომივიდა პასუხი ფოსტით, გამომიძახე მივედი პოსტაში და მომივიდა წერილი. ესო ჩასმული არის, ესე იგი, უნდა გააკეთდეს და დაელოდეთ. რადგან ჩვენი რესპონდენტის თქმით, ისტორიულ სახლებში ცხოვრება უკვე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, დავინტერესდით მიუმართავთ თუ არა მცხოვრებლებს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რომ გამოეყოთ მათთვის დროებითი საცხოვრებელი ან რაიმე სახის დახმარება. თუ შენო გამოხვალო აქიდანო, ქირას გადაგიხდითო ჩვენო 3 თვეო და 3 თვეშიო გავაკეთებთ ამასო. და რამდენი ასე გააკეთეს, არავინ არ გადაუხადა იმ ხალხს. სიუჟეტის მზადების პროცესში მივმართეთ წერილობით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ გაგვეკო ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ პრობლემასთან დაკავშირებით მიუმართავთ თუ არა მათთვის ოფიციალური განცხადებით მცხოვრებლებს, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლებისგან მივიღეთ პასუხი, რომ არსებობს მსგავსი ტიპის განცხადება, თუმცა არ დაგვიკონკრეტეს განაცხადის მიღების ზუსტი თარიღი და შინაარსი. ამ ქუჩაზე იყო ცალმხრივი მოძრაობა. რამოდენიმეჯერ ვკეტავდით გზას, გამოვიდოდით მეზობლები და ვკეტავდით. ეხლა არის 2 მხრივი მოძრაობა.
ორი აი ზარმაზარი მანქანები დადიან კვებით დატვირთულები და 2019 წელს რიონის პირასახლების რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი კომპანია კარკასმა მოიგო, თუმცა აღნიშნული პროექტი ჩავარდა. ქერუა ნათქვამი გლახა ღორმაო არც თვითონ ჭამაო და არც სხვასაც ჭამაო არც ესენი აკეთებენ და არც სამგენს გააკეთებენ და აი ასე ისთავრობა მოვა ეთავრობა მოვა ისარჩევნები მოვა არაფერი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეობიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორამდე. დღეს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე დავით ვარდიაშვილი გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორად დანიშნეს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. დავით ვარდიაშვილმა რწმუნებულის მოადგილის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც სახელმწიფო რწმუნებული ბესი კამირანაშვილი ზალგელაშვილმა ჩაანაცვლა. ვარდიაშვილი თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე 56,000 ლარის ღირებულების უკანონო ოქროს გადატანის ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქემ სარფის საბაჟოს გავლით ქვეყანაში გადმოიტანა 56,000 ლარის ღირებულების 179 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს სამკაულები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რომელიც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.